და ეს საფრთხო მოწყალების ძიება წარმოიშვოს თქვენი სულის სიღრმიდან. და მაშინ იხილავთ თუ როგორ ერთიანდება ზეცა მიწასთან. მინდა რომ თქვენ ყველა მიცოდეთ ლოცვა. ილოცეთ ღვთისმშობლის დაუჯდომელი ღამე. იმ შემთხვევაში თუ თქვენი გონება მთელი ეს დრო დაფრინავს აქეთ იქით და ვერც იაზრებთ თუ როდის დაიწყეთ და დაასრულეთ ლოცვა, მაშინ ისწავლეთ როგორ უნდა ილოცოთ აუჩქარებლად, ნელა, ძალიან ნელა, მამაო ჩვენო, ძალიან ნელა, მამაო ჩვენო და გაჩერდი მანდ. მთელი შენი გონება კონცენტრირდეს ამ სიტყვებზე. რომელი ხარ ცათაშინა და იხილავთ საოცარ რამეებს. ამის მსგავსად თქვით იესოს ლოცვა. ნელა, 5 წუთის განმავლობაში. და ნახავთ, რომ 5 წუთის გასვლის შემდეგ ცრემლები წამოვლენ თქვენი თვალებიდან. თქვით ძალიან ნელა, უფალო, იესო, ქრისტე, შემიწყალე მე. და ეს საფრთხო მოწყალების ძიება წარმოიშვოს თქვენი სულის სიღრმიდან. და მაშინ იხილავთ თუ როგორ ერთიანდება ზეცა მიწასთან. თქვენი გული გახდება სამოთხე. თქვენი გული გახდება ეკლესია. ყველა წმინდანი, ყველა ანგელოზი, სრულად ღმერთი იქნება თქვენში. თქვენ ეს უცნაურად გეჩვენებათ? სასופველი ღმრთისა ეს შორის თქვენსა არს. სწორედ აქ, ჩვენ რომ აქ ვართ შეკრებილნი, ღვთის სასופველი აქ არის. სასופველი ცხონებულთა, გარდაცვლილთა, ანგელოზთა, წმინდანთა, ქერუბიმთა, სერაფიმთა, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის, მამის და ძის და სულიწმინდის. მთელი გულით გისურვებთ, რომ გამოგეცადოთ ეს ყველაფერი ცხოვრებაში. რომ გამოგეცადოთ სულ მცირე 1 ან 2 წამის განმავლობაში ყოველ დღე მთელი ცხოვრების მანძილზე. მე სხვა არაფერი არ მინდა. მე ესეც სამოთხით ამივსებს გულს.